ცისფერო და ვარდისფერო ბათუმო ჩემო ქროსმადევანო ზით ქართულო ხვით და სისხლით ქართულო უმაღლესო ბათუმო უმაღლესო მოგესალმებით მეგობრებო, დღეს მე და ბატონი ბესარიონი ტენორის ვლოგში თქვენთვის ვისკის ბოთლებს ავამღერებთ. ჩვენ ვიმყოფებით ბათუმში და გვინდა თქვენთან ერთად გავარკვიოთ თუ როგორ ჟღერს ვისკი. როგორი ჟღერადობა აქვს მას? შენი აზრით როგორ ჟღერს ვისკი? ჩემი აზრით ვისკი არის ტენორი. ვისკი არის ტენორი. რაც უფრო მაღალია გრადუსი, ლიტრის მერე შეიძლება სოპრანოც ხდებოდეს. გააჩნია რამდენად მაღალ გრადუსია. მაგას ჩვენ ერთად გავარკვევთ. მაგრამ რომ მოგაწევთ ინფორმაცია ახლა ჩვენ რას ვაკეთებთ, ჩვენ ჩამოვედით ბათუმში. ბათუმში პირველად იმართება ვისკის ფესტივალი, რომელიც თბილისში უკვე ორჯერ გაიმართა და ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბათუმი მოინიშნა ვისკის მსოფლიო რუკაზე. ამიტომ ჩვენც გვინდა რომ ამ მომენტში აქ ვიდგეთ და ერთად შევხვდეთ ამ დღეს. არ დავაკლდეთ ამ მოვლენას. როგორც ვისკის და ალკოჰოლის მოყვარულები, ამ ღონისძიებაზე ასევე დაგხვდება სხვადასხვა ალკოჰოლი, როგორიც არის ღვინო, ბრენდი, მარიკოს მესკალი ჩაუსვათ. მოკლედ დაგიბრუნდებით უშუალოდ ვისკის ფესტივალიდან, სადაც ბევრი საინტერესო აქტივობა გველოდება ერთად. ბეკო, გამიგეთე რა. ეს რა? Stairway to Heaven. ეგ ხორი ვღერეთ. წავით, ვიჩქარება. ჩვენ ახლა მუშაობთ კი აქ სვა? თავარია. აბარა, თავარია პროცესი. ახლა ფიგურა მიდის. ფლაიერი. ეს არის ხმა ბულბულისა. რომელიც ამაზე კარგი მუსიკა და კარგი სიმღერა რა უნდა იყოს შეხედოთ როგორი. არა, ამაზე კარგი სიმღერები ცოტა ხანში იქნება ალბათ ბოთლებიდან უფრო, მაგრამ ესეც ბოთლებიდან რო სიმღერა იყოს, ჯერ ამან უნდა იმღეროს. ეს გარეშე არაფერი არ არის. აუცილებლად. მოდი, მეგობრებო, ქისა გავავსეთ და ეხლა შევდივართ უკვე რომ ეს ქისა გამოვიყენოთ. ეს ქისა დავცალოთ. ქისის დასაცალად შევდივართ. რო აგიხსნათ სიტუაცია როგორ არის, რო შემოდიხარ ყიდულობ ჟეტონებს და ამ ჟეტონებით ხდება უკვე შემდგომში ვისკის დაგემოვნება. ყველა ვისკის აქვს თავისი ფასი, ანუ რაღაცა 2 ჟეტონი, 10 ჟეტონი, 15 ჟეტონი გააჩნია ვისკის ხარისხის მიხედვით. და მოდი ვნახოთ აბა როგორი სიტუაცია დაგხვდება შეგნით. ნახოთ რამდენად მთრალები გამოვალთ აი ამ ჟეტონების დახარჯვის შემდეგ. ჩემი აზრით არც ისე. რამდენად მთრალები, რამდენად კარგი ხასიათზე გამოვალთ. ჩემი აზრით უფრო კარგი ხასიათზე გამოვალთ ვიდრე მთრალები. მოდი ეს ქუდებიც ავიღოთ აგინდა. ჰოპ. თურა დადურთვა ჭიქას. ეს არის კენგურუს ჩანთა ეგრეთ წოდებული. მე დავარქვი ამ მომენტში. თურა დადურთვა აქვს ჭიქას ვისკის დაგემოვნებისთვის, მაგას გავშლით ცოტა ხანში. ეხლა გვინდა რომ უბრალოდ ვიყიდოთ, რომ დავიწყოთ ჩვენც, თორე ძალიან ფიზიკურად არ შეიძლება ეს. ორი ჭიქა გვინდა. მეგობრებო, უკვე ჩვენ სრულიად მზადყოფნაში ვართ და ეკიპირებულები იმისათვის რომ ბევრი საქმეს შევუდგეთ. მართალია, საქმეს შევუდგეთ, უფრო კარგად ჟღერს. ამისათვის ჩვენ გვჭირდება ვისკის ჭიქა, ჩამოსაკიდი, ქისა და ჟეტონები. ქისა სავსე ჟეტონით. რა თქმა უნდა, ქისა და სავსე ჟეტონები. ეგ გავუსვათ ხაზი ამ კონკრეტულს. ესე იგი, ეხლა რა ხდება? ეს როგორ უნდა ყოს და მართლა ვერ. What do you make of him, Robbie? What have you decided yet? ეს არის. ეს ხო? ეს აქ შევსვათ. ოპა. გააკეთა. გამოვიდ. ერა გააკეთე. всё. ეს არის ჩემი კენგურო, ჩემი ახლა მეგობრებო არის ესეთი სიტუაცია. ვემზადებით გრანდიოზული გახსნისთვის. აქამდე შესრულები ვიყავით, მაგრამ გამოყარეს და ეხლა ვითომ გაკვირებული სახეები ჩემოდითო თავიდან რომ არა მაგარია ესე გითხრეს და თავარია შეძენა მოვასწრებით ყველაფრის. ეხლა უკვე ადგილზე დაგათვალიერებინებთ სტენდებს.
რამდენიმე სიტყვით გეტყვით ვისკის კულტურის შესახებ საქართველოში და გურუებს ჩავწერთ, არა მარტო, მაგრამ გურუებსაც ჩავწერთ, ვინც დეტალურად მოგვიყვება კონკრეტულად ამ ივენთის ორგანიზების შესახებ, თუ რამდენი ხანია საქართველოში ეს ივენთი ტარდება და რა დატვირთვა აქვს, უფრო კონკრეტულად ალბათ. კი ბატონო. ჩვენც გავერიგოთ ხალხში. და გვინდა ორი სიტყვით მოგვიყვეთ როგორ გაჩნდა ვისკის ფესტივალის იდეა საქართველოში. რაც შეეხება იდეას, იდეა გაჩნდა ქალაქ გრაცში. მოგესალმებით ჩვენ ვისკის მოყვარულები ვართ, დავდივართ ხოლმე ვისკის ფესტივალებზე ყველგან საზღვარგარეთ ევროპაში. და ერთ-ერთ ესეთ ფესტივალზე, როცა გრაცში ვიყავით, გუჯა გავიცანეთ და უყურეთ და ვიფიქრეთ, აი რატო არა, საქართველოში რატო არ მაქვს კონკრეტ გავსი რა, მზად არის უკვე საქართველოს ყველაფრისთვის და გადავწყვეტეთ და გავაკეთეთ სექტემბერში, 2024 წლის სექტემბერში პირველად. ძალიან წარმატებული იყო, მასშტაბი გავზარდეთ, სამჯერ დიდი გავაკეთეთ მერე მაისში და ეხლა უკვე გადავედით რეგიონებში, რატო მარტო თბილისში, არა ბათუმში რატო არა, ეხლა ბათუმში გავაკეთეთ. ახლა მგონია რომ წარმატებული იქნება. რამდენი ხანია რაც საქართველოში ტარდება ფესტივალი? მეორე წელია, მეორე წელი. რამდენიმე თვის წინ იყო თბილისში, სადაც მაისში. ვიდეო ვერ გადავიღეთ, მაგრამ მაისში. მაგრამ კარგად დავთვალეთ. კარგად გავერთეთ. სერვისი მივიდა. სამომავლო გეგმებზე რას გვეტყოდით? სამომავლო გეგმები. ყოველთვის ნახეთ, მაისის მესამე კვირა არის ვისკის საერთაშორისო დღე. ფესტივალი თბილისში ყოველთვის გაიმართება მაისის მესამე კვირას. ჩაინიშნეთ ეს თარიღი, მაისის პირველი კვირა. აუცილებელია და ეს ხდება ფიქსირებული თარიღი ყოველთვის. ყველგან ყველას. ჩვენ შევეცდებით ვისკის დეგუსტაციები შევასწავლოთ, როგორი ჭიქით მიირთვან, ნეკერნით რო დალიო და დააგემოვნონ შევასწავლოთ და ნელა გავზარდოთ ეს მოხარება. ძალიან კარგია, რომ ცნობადობის ამაღლებას ემსახურებით ამ კუთხით საქართველოში მისი დეფიციტიც ალბათ არის ამ ქვეყანაში. კი, ნამდვილად. და ნახეთ როგორ არის ვისკი არის მსოფლიო ვისკსაც თავის მსოფლიო რუკა. ნახეთ და იქ არ იყო საქართველო. ეხლა არის საქართველო და თბილისი, მაგრამ ბათუმის იდეაც ეგ იყო. ეხლა უკვე მოინიშნება ბათუმის და ყველაფერი გასაგებია. მაინც ჩვენი პროფილით რო წავიდეთ. ვისკის და მუსიკას შორის რა პარალელი შეგიძლიათ რომ გააავლოთ? ძალიან საინტერესოა, ნახეთ. წარმოუდგენელია, სიამოვნება მიიღო მხოლოდ ერთი რამე, ხო? თუ არის სასმელი, აუცილებელია მუსიკა. თუ არის მუსიკა, აუცილებელია სასმელი. მე ვთვლი, რომ ერთობაა, ერთიანობაა. თბილისში ჩატარდა კილტები ყავდა ჩამოყვანა ნიკელის საზოგადოება და მათ საკრავზე, მათი საკრავებით, მაგრამ რა ხმებით ახლა უკან გვესმოდა ჩვენ? კი, აი რაც გვესმოდა. საინტერესო იყო სხვათა შორის და მოულოდნელიც. მე მაინც ისე ვიმათველოდი. კი, ძალიან ბევრი. უცებ აჭარული რო დაიწყო, ცოტა აუყევით კიდეც. ძალიან ბევრია და ჩვენც აი მეც რაღაც ისე მაცია რა, ნაციონალური და კომბინაცია არის. კომბინაცია კილტთან და საგნის შესახებ მაინტერესებს ორი სიტყვა როგორ წერათ. ეს არის სადეგუსტაციო
ესე დავარქვათ, ჭიქა არ არის თუ სადეგუსტაციოდ გამოიყენება, აქ ჩადის ზუსტად ერთი დრამი. ეს არის ის დრამი, რაც ყოველთვის ჩვენ გვჭირდება ხასიათისთვის, განწყობისთვის და ასე შემდეგ. და ეს არის ძველი მათი დროინდელი. ეს არის კილტების დროინდელი რაღაც სასმელი, კი. ძალიან საინტერესო. უღრმესი მადლობა. არა, წარმატებებისთვის. ასევე წარმატებებს, ასევე წარმატება და მადლობა თქვენ. გაიხარეთ. ნახე, ეგრევე კამერა ჩართო. მთელი დღეა გვეჩხუბება და როგორც კი ნაყინი უხსენეთ, ეგრევე გაიღიმა. როგორც სტივ ჯობსი იტყოდა, თუ გინდა რომ ხალხს უყვარდე, უყიდე რომ ნაყინიო. არ ჭირდება არაფერი დარჩენა. უნდა აჭამო. ხალხი ყვა. ეს უნდა ვისროლოთ აქ. ამას ჩავაგდებ, მაცადება მეფე ვარ. ოპა. ეს იცვლება ახლა რომ ჩაიყოლა. რიქში ხანახავთ? რიგი არ არის უბრალოდ თუ შეიძენთ ვისკის ან დააგემოვნებთ. მაგ შემთხვევაში ეხლა ამ თამაშს სახელი რა ქვია? თქვენ უნდა მოგიგოთ. კი, მე უნდა მეთამაშოთ და თქვენ ავარჯიშები იქნებით. თქვენ ავარჯიშები იქნებით ეგრე ალბათ. მართლა არ არის და პირველად თამაშობ. მაშინ მოდი მივიდეთ ამ თამაშის სახელი არ რა შეგვიძლია რომ დავაგემოვნოთ თამაშის რა ქვია? დაგვიწერეთ კომენტარებში აუცილებლად, მაგრამ მე შევესწრები რომ დავამარცხო ადამიანი რომელიც იძახის რომ ნავარჯიშები არ ვარ, მაგრამ ეჭვმეპარება. დაამარცხებ ხარ. აბამ დაიწყებ თუ დავიწყო? დაიწყეთ. საიდან მისვით? აქედან? ეს ესე უნდა იყოს ეხა? ხო. მართლა? ანუ ხელოვნური წინაღობა ანუ ესე უნდა ვისროლო, ჩავაგდო კალათბურთის პრინციპი. როგორც ჩარ. მოგეთ სროლას აზრი აღარ. 6-დან 6 პოლ პოგბა. 6 ერთად ჩაუგდია ვინმე ეს? თქვენი პრიზი. არა ხო? ვისკის ჭიქა გვაქვს და კიდევ რა გვირჩევნია პრიზი? ბესარია. ქისა გვააგდა ვისკის ჭიქა. ვისკის ჭიქას ავიღებთ მაშინ თუ შეიძლება. თუ ვირა პირიქით რა. ანუ მე დალევი მე გოგოები. ეხა მოდი. ძალიან დიდი მადლობა. ანდა არ მინდა მე. ჭიქა გვაქვს უკვე. 6-დან 6, ჩემი აზრით, ჩემ რეკორდს ვერავინ ვერ მოხდეს ამ თამაშში. ხო. ეხა უკვე ჩვენ შეგვიძლია რომ შეგვიძლია შევადაროთ. ოფიციალურად დავდოთ და შევადაროთ. აი მეგობრებო, რა განსხვავება არის ამ ჭიქებს შორის? ჭიქებთან მიტანე ახალ კადრი. ორივე საწერია ვისკის ფესტივალი. მაგრამ ერთი გამოგადგებათ, მეორე არა. გადავიდეთ შემდეგ ვისკიზე. ჩვენ შეგვიძლია ახლა წავიდეთ ვისკის მოყვარულთა კლუბის ტემპთან, საიდანაც პირადად შემთვის ვისკის უფრო ღრმა შეცნობა დაიწყო. ხო. ამიტომ გადავიდეთ. დიდი სიამოვნებით წავიდეთ. რაც შემოგთავაზე. გამარჯობა. სიტუაციას გეტყვით მოკლედ. თან YouTube-ისთვის ვიდეოს ვიღებ და როგორც ვისკის მიმართულებით YouTube-ის ექსპერტებს და ფუძემდებლებს თან პატარა ისიც გვინდა რომ ჩვენ ვისკის მიმართულებით არა ვართ, მოკლედ და პროფესიონალური ჩართვები თუ დაგვეხმარებით, ძალიან დაგვეხმარებით. აი საკამ კარგი. ჩვენ გვაქვს მუსიკალური გასართობი კონტენტი. უფრო მეტად მუსიკალური. ეხა ჯერ ერთი ვიდეო გვიდოს მარტო. მე ტენორი. ტენორი. ჩვენ ვართ ტენორები მოკლედ, მომღერლები ვართ რა. მომღერლები ვართ ჯგუფის. თან ორნი ვართ და რაღაც ისე დაემთხვა. გადავწყვეტეთ რომ რაღაცა გასმენდებ ტენორს. ჯერ არა. აი, კონტენტი არაფერი არა. ერთი ვიდეო გვიდოს ჯერ მარტო. ამასთან ერთად ვაკეთოთ რა. ეს რაღაცა და მუსიკალურ ამბავს ასე მუსიკა და შეუძლია. ალკოჰოლი როგორც განუყოფელი ნაწილი, რაღაცა მაგ კონტექსტში ვაკეთებს დღეს ვიდეოს. მაშინ აი ეს ორი არის კლუბის ვისკი. მოიცა, ჩვენ რა გვინდა ეხა იცი რა ცოტა? ხო, კაი, მიდი შენისკენ. კი, შეგიძლია შენ დაიმაგრო. ხო, ეს ორი არის კლუბის ვისკი, ვისკის მოყოლთა კლუბის ვისკები, Edition 1 და Edition 2, 22-ში და 25-ში გამოვიდა.
მოკლედ რას ვაკეთებთ? ვიღებთ შოტლანდიურ single malt-ებს, კარგ single malt-ებს, რაღაცა კონკრეტულ ბრენდებს შევარჩევთ და ჩვენი გემოვნებით ვურევთ. ერთმანეთში მიქს ვაკეთებთ, პროცენტულობა, საიდუმლოა. რომ ჩვენთვის სასურველი გემო დავსვათ. პირველი ედიშენი არის უბრალოდ შერეული ვისკები, აი აწერია, რომელი 4 ვისკი არის შერეული, მაკალანი, გლენმორანჟი, ტალისკერი, სინგლტონი. და აი ეს მეორე არის განსხვავებული რითი, რომ 3 შოტლანდიური ვისკი არის ერთმანეთში შერეული და ეს შერევის შემდეგ ეს მიქსი, ბლენდი არის დაძულებული ხვანჩკარას კასრში. ოკეი. საინტერესო. პირველი ვისკი არის დედამიწაზე, რომელიც ხვანჩკარას კასრში დასვლა. იმიტომ ჩიპსები, ნუ ხო და ზოგადად თვითონ ხვანჩკარას არ ზველდება კასრში. ხო? და რამდენიმე ორიგინალურობა არის, რომ ჩიპსები, ანუ ფრანგული ლიმუზინის მუხის კასრი, კასრის ნაფოტები ჩავყარეთ 6 თვე დავაძურეთ ხვანჩკარაში და შემდეგ აი ხვანჩკარასთან ამოვიღეთ და უკვე ეს 6 ხვანჩკარა ჩიპსები ფრანგული მუხის ჩავყარეთ ბლენდში და დავაძველეთ კიდე შიგნით მაგაში. საინტერესო არომატი და პლუს ის არის კიდე საინტერესო, რომ ხვანჩკარის არომატები ხო იგრძნობა და პლუს ტორფიანი ვისკია შიგნით. ანუ ტორფი და ხვანჩკარა არის ერთად გამიქსული. საინტერესო. ინსპირაცია ჯიმშერის საფერავის კაცის ხო არ მოუწია. არა, საფერავი არის მშრალი ღვინო, საერთოდ განსხვავებული და მე მინდოდა რომ უფრო ტკბილ, აი ზოგადად შოტლანდიური ვისკი ძველდება ესპანურ ხერესის კასრებში. სადესერტო შემაგრებული ტკბილი ღვინის კასრებში და მინდოდა რომ რაღაცა მსგავსი ყოფილიყო, ოღონდ ქართული და ავიღე ამიტომ ხვანჩკარა. ძალიან საინტერესო. ძალიან საინტერესო. მოდი ორივე გავსინჯოთ. გავსინჯოთ, ხო? ერთი შენ დაისხე, მეორე შენ დაისხე. სიამოვნებაა. კი ბატონო. ედიშენში და ედიშენ ორი. კი ბატონო. ორივეს გავსინჯოთ. გავაკეთეთ პატარა შედარებით. ეს ერთი. ვაი. ედიშენ ერთი გასინჯული მაქვს. კი. კლუბის შეხვედრებზეც დავდიოდი ხოლმე. აჰა. ყოველ არის 22. ედიშენ ორი ჯერ არ გამესწრაფეს. ედიშენ ერთის შეხვედრაზე იყავი? ედიშენ ერთი შეხვედრაზე არ ვიყავი, მაგრამ მე გამასინჯე. აჰა. მაგ პერიოდში დავიწყე ვისკით დაინტერესება სხვათა შორის. ძალიან კარგი. და თქვენი ვიდეოებიც ისეთი იყო მამოტივირებელი ამ საკითხში. მიხარია, დიდი მადლობა. სწორედ ამიტომ მოვედით ხა თქვენთან. ძალიან მიხარია. ამ კარგ ხალხს გაუმარჯოს, თქვენ საქმიანობას გაუმარჯოს, წარმატებები და რა ვიცი, ყველაფერი კარგი გქონოდეთ. გაიხარეთ, ასევე წარმატებები თქვენი. ამის შედარებას თქვენ გააკეთებთ ვისკის მუსიკასთან. აი ვისკი რო აი დაუშვათ ეს ედიშენ ორი რო სიმღერა იყოს, რომელი სიმღერა იქნებოდა. ესეთ მოულოდნელ კითხვებზე პასუხები მიჭირს ხოლმე. ეგეთი უნდა იყოს. ზუსტადაც მაგაზე პასუხი. მოსაუბრებელი პასუხი ის და სამა. მაგრამ ეხლა რომ დავფიქრდი, ედიშენორს ალბათ რამე მეტალ მუსიკასთან ძიმე ისეთ რაღაცა მეტალ ჯგუფს შევადარებდი რა, კონკრეტულად რომელს არ ვიცი. და ედიშენ ერთი უფრო წყნარი არის, უფრო ჯაზისკენ მიდის ალბათ. ოკეი. ძალიან საინტერესო შედარებაა. ძალიან მაგრამ ორივე რამოდენიმე აწლავით უკანდელი მუსიკა. მე როგორც ძალიან დილეტანტი ამ საქმეში წარმოდგენა შემექმნა იმის გარეშეც რა ქვია. ზედმეტი გასინჯვის და აი სანამ გავსინჯა უკვე ვიცი და ახლობით რას უნდა ველოდო. უღრმესი მადლობა. ძალიან დასაფასებელი და სასიამოვნო თქვენერი ადამიანებისგან ესეთი ამომწურავი ინფორმაციის მიღება. მადლობა თქვენ, გაიხარეთ. აქ არის სნექები, მისაყოლებელი. კი, სნექები ყოველთვის. არა, ადრე ყველგან იყო ხოლმე და წელს მარტო თქვენგან. აბა როგორ ახლა? კარგად, რაშვებით. ჩვენ თან YouTube ვიდეოსთვის გამარჯობა. ახლა YouTube ვიდეოსთვის რაღაცებს ვკრებთ. ხო. YouTube დავიწყეთ ჩვენ. რა მაგარია, ძალიან მაგარია. თან ვცდილობთ, რომ ისე გავაკეთოს ყველაფერი, რომ ძალიან ალკოჰოლური იმის ქვეშ არ ვიყოს და თავიდანვე რომ შემოვიდით საქმეს, ეხლა საქმით დავიწყეთ. ეგრე ჯობია ხო, მე უკვე შერაშვები როგორ ახლა? კარგად. დილიდან მაღალი გრადუსი. კი, სტანდარტულად. რომ მოვედი პირველი რა თქმა უნდა. ანუ უკვე გამოდიოდა. პოზიტიური განწყობითა ჭიქით ხელს ვაგებდა. 12 საკლაც და უკვე გამოდიოდა, კი არ შედიოდა. უკვე ნამყოფი იყო. არ გამკვირვებია საერთოდ. აუცილებლად ეგრე იყო საქმე. ჩვენ უკვე ჩვენ წამოწყებულ საქმეს გავუყურებთ. ტენორს გაუმარჯოს და ყველას გაუმარჯოს, ვინც გულშემატკივრობს და ვინც არ გულშემატკივრობს. 17 წლიანი ვისკით ვამბობთ ჩვენ ამ საბრძოლველს.
ნაკლებით არ ეკუთვნოდა ჩემი აზრით. და საკმაოდ კარგი ფაქტია ის, რომ ხელმისაწვდომ ფასთან შეგვიძლია რომ ასეთი ვისკები დავაგებინოთ. ამ ვისკში ჩვენ გადავუხედეთ 5 ჟეტონი, რაც არის 10 ლარი. და ახლა გამორიცხული არის რომ ამ ხარისხის ვისკები და იმ ადამიანებს, ვისაც უნდა რომ კარგად შეიცნოს ვისკი, კარგად გამოარკვიოს გემოვნები, როგორი გემოვნება აქვს, რა გასინჯოს, რა უყვარს, რა არ უყვარს, კარგი შანსი არის მათთვის, რომ ამ ფესტივალზე მოვიდნენ და დააგემოვნონ თავისი ვისკები. დაგემოვნებას რაც შეეხება, ეხლა ჩავუძოთ. ჯონი უოკერის მასტერ კლასზე თუ ვინმე ჩაეწერეთ. კარზე გეთი. ჯონი უოკერის მასტერ კლასზე ჩავაწერებით აუცილებლად. 4 საათზე გამომწერებს მივესალმები. გამარჯობა და კარგ არხს გამოიწერთ. იყავით ამათთან ერთად. ძალიან დიდი მადლობა. თუ ბევრი გამომწერები გვეყოლება, შეიძლება მაგედის დერშიც მოვხდეთ მე ოდესმე. მაგის პატივი გვექნება ჯერ ადრეული პერსპექტივა ჩვენთვის. ეხლა რაც შეეხება დღევანდელ დღეს, თქვენი როგორც ამ საკითხის ერთ-ერთი გურუს აზრი გვაინტერესებს. როგორც ლაოშის. როგორც ლაოშის გენიალური პერსონაჟი. რამდენი კონფიგურაცია შეიძლება ჩემგან აეწყოს. ისე მიყვარს ეგ პერსონაჟი, ეგ არის გენიალური პერსონაჟი მართლა. შესრულება რა თქმა უნდა, აზრის გენიალური იყო ალბათ სიყვარულია. შესრულება არის გენიალური. მადლობა, მივიღებ კომპლიმენტად და ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. დღევანდელ დღეზე რო გითხრათ რამდენიმე სიტყვა და მე უფრო სიღრმისეულად დეტალებითაც ერთ-ორ კითხვას დაგისვამთ. ზოგადად ბევრჯერ ვამბობ ხოლმე და ეხლაც ავიქნები ალბათ ორიგინალური მაინც და მაინც რომ ეს ეგით რაღაცა არის ზოგადად დღესაც პრინციპში ეგ წამოვთ და არ ქონდა დაგეგმილი რაღაცა ვიწრო ჩვენ როგორ გვყავს ხოლმე ეგრეთ წოდებული ბაბლის შიგნით გაზიარებული ცოდნა და ემოციები იმდენად სასიხარულოა ხოლმე რომ მე გინდება ეს ყველაფერი ბევრზე გავიდეს და ვიღაც ადამიანები ამის ორგანიზებას აკეთებენ ამ შემთხვევაში ვისკის ფესტივალის ორგანიზატორები რომ უფრო ბევრი ხალხისთვის გახდეს გასაგები ვიწრო ბაბლში კი არ ველაპარაკოთ მარტო ერთმანეთს რომ აი ძალიან ბევრმა ხალხმა გაიგოს რომ ამით შეიძლება კარგად რაღაცა ეძებო მრავალფეროვნება იპოვო შემატო შენს ყოველდღიურ ნაცისფერ ცხოვრებას შეხვდე გაუზიარო და ეს რაღაც გაზიარების მასშტაბების გაფართოება ხდება ხოლმე ეგეთ ფესტივალის დროს და ყოველთვის კარგი იმიტომ რომ უცხო ადამიანებს გავიცნობ ვიღაცა მოვა ჩემზე მეტი შეიძლება იცოდეს ვიღაცა მას საერთოდ არაფერი არ იცოდეს მაგრამ ისიც ძალიან საინტერესოა შენ გონია რომ ძალიან ბევრი იცი მაგრამ ვინც საერთოდ არაფერი არ იცი იმის შეფასება ყოველთვის საინტერესოა იმიტომ რომ ის რაღაც ახალია newborn baby არის რა და ის არის რა რაღაც სხვანაირად აღიქვამს რაღაცებს ვიდრე შენი რაღაცა იმეები და ძალიან საინტერესოა ურთიერთობაა რა ვიცი თბილისი არის ურთიერთობა რაღაცა გარემო არის გაფართოებული ძალიან ოჯახური გარემო და ეგ არის ძალიან მიმზიდველი რა აი ძალიან მიმზიდველია თვითონ გვაინტერესებდა ეხა დეტალები რა აი მაგალითად თქვენგან გვაინტერესებს ესეთი რაღაც ნუ რამდენად მნიშვნელოვანი არის ჭიქა აუცილებელი გასასინჯად თაგვეთ ძანუშა მეორე ჭიქა ხონდა ჭიქა რომ ვიცი რომ კოპეტის მოყვა მე კოპეტატი ვარ სხვა ჩემი ჭიქითა ვარ აქ ჩემი ჩანთით მოვიტანე ეს ჭიქა და კი ბატონო აი რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ჭიქას კონკრეტულად რა მნიშვნელობა აქვს და მე მოვიგე გათამაშებაში აი რაღაცებს ვისროდი და ჭიქა მომცეს აი ესეთი ღიათავიან ჭიქები რო გაგვექცა ვისაც მიცდეთ ჭიქა ამბლერი ამერიკული სწორი ესეთი ხო აი რო გითხრათ განსხვავება როგორც ვისკის მოყვარულმა რა განსხვავება არის ერთი და იგივე ვისკი რო დააგემოვნო ამ და იმ ჭიქით მოდი დავიწყოთ მაშინ აღქმით ანუ ვისკის დაგემოვნება რა არის ანუ ვისკის ვაგემოვნებთ სამ ეტაპად რა უხეშად რო თქვა პირველი არის სუნი აი დიდხანს შეიძლება კარგი ვისკი სუნოდი ჯერ დაარდალიო რა იმიტომ რომ შევისუნთქე მესიამო. მეორე არის ყლუპი, რომელსაც პირში ივლებ და ამ დროს პირში რაღაც გემოები ფეთქდება. მესამე არის ჩაყლაპავ და ჩაყლაპის მომენტში რაღაც გემოებია და მე რიწყება ფინიში. ანუ aftertaste რომელიც იწყებს წამოსვლას რაც უფრო კარგი ვისკი ამის უფრო გრძელი და მრავალფეროვანია. თავიდან რაღაც სხვა რაღაცეები მოდის, რაღაც 10 წამში ის გადადის და სხვა რაღაცეები მოდის, კიდე 5 წამში გადადის და სხვა რაღაცეები მოდის, აი ტალღებად მოდის aftertaste. ანუ დალევის შემდეგ რაღაც პერიოდი უნდა ელოდო ახალ შეგრძნებით. ეს ერთი გასინჯვის პროცესია, სუნით იწყება რა. ჭიქას რატო აქვს მნიშვნელობა? ანუ აი ის ეგრეთ წოდებული ტამბლერის ზემოთ რაც ვახსენეთ ამერიკელების მოგონილი ჭიქა ისიც სწორი რო არის, რაც უფრო გავრცელებული არის ვისკის ჭიქა ეგ არის რა, ეს დიდი რაღაცა სწორი ბრტყელი როა და ესეთი სწორი. მე როგორც დილეტანტმა უნდა ვაღიარო რომ ეგ მეგონა ხო, ოდესღაც მეც მეგონა. ხო, კინოებში ეგა. სიგარიანი ბოსი რო კინოლებს ყლის სტადიჯი გაუჭირა. ხო, იმенно პოპკულტურაში ამერიკული კინოები. ამერიკული კინოებში მაგჭიქიდან სვამდა. ხო. აუშ მაკედონია დაელია. მაშინ ვიფიქრე მეთქი რა. არა, აუშ მაკედონია დაელია, სწორი იყო ეგა. იმას ნახე რა ხდება, ის ხო განიერია და ესეთია. იმის სითხე ზედაპირზე, რაც სუნი მოდის, აი ესე არის გაფანტული რა. შენ რო სუნავ კი ნოსვა თუ გაქვს იგრძნობ, მაგრამ სულ სხვანაირად იგრძნობ, მაგალითად აგერ თქვენი ლენჩერინი და ამით დავიწყოთ, რომელიც აი შეხედე, აქ ხო აქ ესა. მე შევიწროება აქვს. აი აქ
ბევრიც რო დაასხა სუნის ადგილი აღარ რჩება. აი ქვემ მაგიტომ არის ცოტა უნდა დაასხა აი აქამდე, რომ აქედან წამოსული აირი, სუნი, აი აქ დაგროვებული, აი ამ ნაწილში, აი ეს შავი სადამდეც არის. აქ დაგროვებული, მერე უკვე ვიწროში კონცენტრირებულად მოდის და ცხვირზე გაწვდის კონცენტრირებულად სუნს. აი ამას უფრო მეტი შეუძლია. ეს ნახე, ეს ხო იხსნება. ბოლოში რაღაც ეს იხსნება. კიდე მოხურულია მთლიანად. ეს კიდე უფრო კონცენტრირებული, თლიანად აგროვებს აკა და თლიანად კონცენტრირებულად გაძლევს ცხვირზე ამას, ამ ყველაფერს და ამიტომ ეს ძალიან მძაფრი ცხვირია ზოგადად და ბევრს არ უყვარს. უფრო გამოცდილებს და მასტერ ბლენდერებს და ასე შემდეგ. ეს არის ყველაზე, ასე ვთქვათ, გავრცელებული პოპ ესეთი პოპულარული, ასე ვთქვათ, ჭიქა გლენკეირნის ქვია ამას კოპიტა ამ ფორმას რა. კოპიტა შეიძლება გრძელ ფეხზე იყოს უფრო, მაგრამ ფორმა ეს არის უფრო. ცოტა ღვინის ჭიქასაც წააგავს, რო გაადიდო. რო გაადიდო, მე იმდენი სუნია გაიფანტება, აი ზუსტად იდეალური ზომა უნდა იყოს რა. სიმეტრიულად რო გაადიდო, გაფრთხდება საქმე. არა, მაინც გაფრთხდება საქმე, იმიტომ რომ მაინც გადიდდება ეს ყველაფერი რა. ამიტომ ჭიქას სამშობლოება, იმიტომ რომ ცხვირზე თუ ისი ამონება ვერ მივიღე, კი ბატონო, ყლუბზე იგივე ახლა გინ ტამბლერი და მომიყვება და გინ აქედან, მაგრამ პირველ ეტაპს ვაფუჭებ თლიანად. ანუ პროცესი არ შედგება. არასწორი ჭიქით. გასაგებია. აი ეგეთი ამბავე ჭიქესთან დაკავშირებით. ძალიან დიდი მადლობა. ხართ ვისკიში წყლის ჩაწოთებას. ვისკი თუ არის კასრის სიძლიერე, ძალიან აუცილებელი. ყინული გამორიცხულია, იმიტომ რომ ცივს გემო აღარ აქვს, აწყალებს თან. ანუ ვისკიში ყინული ჩაგდება არის ძალიან დილეტანტური რაღაც. ხო, კი, აუცილებელი. არა, ეხლა დილეტანტური რა თუ ვისკის დაგემონებაზეა საუბარი და იმ პროცესზე, რასაც ჩვენ ვლაპარაკობთ, თორე არის სიტუაცია, რომ რაღაც კლუბურ სიტუაციაში ვარ და ცეკვას და დათრობას თუ ვაპირებთ, ეხლა იქ ხარ დაიწყებ ამ დასუნებს და რაღაცებს, იქ არ არის მაგის ადგილი. იქ გინ ყინული შაყარე და გინ პირდაპირ გადაუშვი. იქ თავარია დაფრე და იცეკვო. ხო, პროცესის თქმობისთვის მაინც არ მიდის. სად აკეთებ ამ ყველაფერს ეგ არის მთავარი, არ მაირიოს ხარ სიტუაციას გაჩნია. სტუმარს აუშვით ერთი კონკრეტული შეკითხვა თქვენს და დაგისვათ. ჩვენ ახლა როგორც კონტენტი მუსიკალური გვაქვს მაინც და ვისკისა და მუსიკას შორის რა პარალელი შეგიძლიათ გააუღოთ? ძალიან ბევრი თუ მაგას ჩაგუგლა იმდენ კაი სტორის ამოაგდებს დაწყებული რაღაც ბრენდებიდან სხვადასხვა ეს არ იქნება ისეთი სტორები რომლებიც ძალიან მოხიბლად სიტყვაზე რა ვისკიც გიყვარს იმ ვისკის შეიძლება საერთოდ არ ქონდეს ისეთ სიტყვაზე უცბად თუ შენ გევასება 70-იანი წლების უფრო 60-იანების ბოლოდან თქვა პირველი ვუდსტოკის პერიოდი თავისი რაღაც მუსიკით და თავისი მართლასიგიჟეებით და ერთ-ერთი ყველაზე მაგარი მუსიკალური მოვლენა თქვა პირველი ვუდსტოკი მუსიკალური მასში მუსიკის ისტორიაში რა ვიღოთ როკ მუსიკის ისტორიაში იქ ჩვენ დალინკული ვისკები რაც გვექნება შეიძლება დღეს საერთოდ არ მოგწონდეს ქათისარკი იქნება მაგრამ იმიტომ რომ იქ პოპულარული ვისკები ეგენი იყო იმათ სხვა ის ქონდათ ეხლა ჩვენ რასაც აქვს სინჯავთ ხვალ გონდა 25 წლიან გლენალახის სვავდნენ და ჰიპები არ სვავდნენ ისინი ქათისარკს სვავდნენ იაფიანი იყო და ხო მაგრამ ამბები და ეს რაღაცა სტორი რასაც ქვია ბექგრაუნდ სტორები ბევრს იპოვი რომელიც ვისკის და მუსიკას უკავშირდება და ასე რომ ძალიან ბევრი მოძებნა შეიძლება მაგასთან დაკავშირებით ძალიან დიდი მადლობა. მართალი არის ჩერჩილს ჰანკიბანისტერი უყვარდაო რა ვიძახია. უი, ჩერჩილს რაღაც ჩერჩილს კონიაკი უყვარდა რაღაცა. არის ჰანკიბანისტერი უყვარდა. მე კონიაკი ვიცოდი. კონიაკს ვსვავდა ოხრა და სიგარას ეწეოდა. მაგითი უკეთებენ. ჩერჩ მის სახელობის ზომაც ხო არის ფორმატი სიგარის. შეიძლება ჰანკიბანისტერი უყვარდა არ მასუს ვისკებიდან რომელი უყვარდა. კონიაკი ვიცოდი უფრო მე რა. შეიძლება რა. სერ უინსტონი. ვისკი და სიგარა უყვარდა. სიგარას საკი ვილაპარაკოთ რა. კაცი. დიდი მადლობა. უღრმესი მადლობა. ეს გამომწერებსაც დიდი მოკითხვა კიდევ ერთხელ. ბოლო კითხვას დაგისვამთ. მეთქი მორჩა. ეგრე ვაპირებდი, მაგრამ ეხლა გამიშდა კითხვა. YouTube არხზე, როგორც ვისკის მოყვარულთა კლუბი, რამე სიახლეები ხო არ იგებნება? ძალიან ბევრი და ძალიან გადამწყვეტი და მაგარი რაც აქამდე მისი არსებობის მანძილზე არ ყოფილა და არ ვიცი გავაკეთოთ მაგრამ ხო მაგრამ არ ვიცი რამდენად შემიძლია ამის ლაპარაკი ასე რომ მაგაზე ლევანს მიადექით ეგერ არის იქ სტენდი უდგას და თვითონ ჩათვლის აჭირდა ლევანთან ვიყავით მაგრამ ეს კითხვა არ დაგვისვამს ხო აი გამოგჩათ მაგრამ არ ვიცი რამდენად მაგრამ მე გეუბნებით რომ ერთ-ერთი ისეთი სიახლე იქნება რომელიც მსგავსიც ვისკის მოყვარულთა კლუბის არსებობის რამდენიმე წლიან მანძილზე ჯერ არ ყოფილა ძალიან მაგარი ჯობს არ ვთქვა საერთოდ გამოიწერეთ ამ ყველაფრისთვის ამ ძალიან მაგარი ადამიანების არხი ჩვენ დავიწყეთ ვისკის შეყვარება დარწმუნებული ვარ რომ თქვენ შეგიყვარდებათ ვისკი ძალიან საინტერესო სიახლეები გელოდებათ აბაჰე და გამ ვისკის ფესტივალზე თუნდაც საქართველოში არსებული ალკოჰოლის მაღაზიაში ყველაზე განსხვავებული პროდუქცია გვაქვს ჩვენ და ისეთი პროდუქცია რომელიც არა მხოლოდ საქართველოში ევროპაშიც კი და მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშიც რთული არის რომ იშო მაგალითად გვაქვს ედრადაუერი ყველაზე პატარა დისტილერია მთელ მსოფლიოში რომელმაც მხოლოდ ჩვენთვის ქართველებისთვის ჩამოასკა ერთი კასრი 660 ბოთლი პირველად შევსების ოლოროსოს
ხერესის კასში დაძოლებული ებრადაუერი. უნიკალური არის ეს დისტილერია, თუნდაც იმით, რომ წელიწადში აწარმოებენ 400-დან 500 კასრამდე, ახლობთ 80-დან 100,000 litrამდე და ამ აქედან ერთი კასრი გამოგვიყოს ჩვენ შარშან ქართველებს. მაგარია. და ეს არის დისტილერია, რომელიც პროდუქციაც საქართველოში კი არა, ევროპაშიც 2-3 ქვეყანაში იყიდება მხოლოდ და ჩვენ მათი ექსკლუზიური წარმომადგენელი ვართ საქართველოში. გვაქვს ასევე თუნდაც Springbank-ის და ზოგადად Mitchell-ების ოჯახის დისტილერიის სხვადასხვა პროდუქცია, რომელიც ძალიან უცნაური დისტილერია, იქიდან გამომდინარე, მთელი მათი მარკეტინგი არის, რომ მარკეტინგი არა აქვს და მათი წარმადობაც ძალიან ცოტა არის. წელიწადში Springbank-ი, Longrow, Kilkerani და Hazelburn იმდენ ვისკის აწარმოებს, რამდენსაც ჯონი უოკერი ერთ კვირაში აწარმოებს. ანუ რამხელა მასშტაბებზე არის ლაპარაკი უკვე ხო ხდება. გვაქვს ასევე კომპანია, რომელიც ებრადაუერის ფლობს სიგნატორის დამოუკიდებელი ბოთლერია სიგნატორი, რომელიც ფლობს ებრადაუერს და მისი სხვადასხვა დისტილერებიდან წარმოქმნილი რელიზები და ასევე ჩვენი სიამაყე არანის დისტილერიდან არანი, მახრიმური და ლაგის რელიზები. ასევე გვაქვს House of Macalum's სხვადასხვა ხაზები, ესეც დამოუკიდებელი ბოთლერი არის და მისი პროდუქცია. და ქართული ბრენდი, რომელიც საქართველოში მხოლოდ ჩვენთან იქნება ბოლერო 20 წლიანი დაძოლებით მეფე თამარის საფაქოზე. ასე რომ ვისაც ხარისხიანი და საუკეთესო გინდათ, იცით რაღაც უნდა მიხვიდეთ. ვადასტურებთ, რომ ჩვენც ხშირი მომხმარებლები ვართ დისტილერიის და ისინი ასევე ეხმარებიან ვისკის ცნობადობის ამაღლებას, ატარებენ დეგუსტაციებს და სხვადასხვა ღონისძიებების მხარდამჭერები არიან ამ მიმართულებით. პირველ რიგში მოდი საქართველოს გავსინჯოთ და საქართველოსზე ორი სიტყვით რო გითხრათ, თუ აქ რაიმე კავშირი, აი ჩვეულებრივ 12 წლიანზე ერთი განსხვავდება და რაიმე ქართულ სულთან რა ბმა აქვს. ებრადაუერის ყველაზე ცნობილი რელიზი არის ებრადაუერის 12 კალედონია. კალედონია ძველ გაელიკურად ნიშნავს შოტლანდიას, სკოტლანდიას. და მისი აქედან გამომდინარე ზუსტად დროშის დიზაინის აგებული არის ანალოგიურად. ჩვენ ხოვნა იყო რომ საქართველოს ასოციაციას რო იჩენს გავსი რაღაცა რომ შეექმნათ თუ შეიძლება და გამოგვიგზავნეს სხვადასხვა კასრის ნიმუში, გამოგვიგზავნეს რომ აგვერჩია რომელი მოხსოს, რომელი არ მოხსოს და ჩვენი გემოვნები დავარჩიეთ პირველ შევსებს ოლოროსის კასრის ვისკი, რომელიც 2012 წლის 17 ნოემბერს სითხე, რომელიც 2012 წლის 17 ნოემბერს ჩაისხა კასში და 2024 წლის 18 ნოემბერს ამოიღეს კასში. ანუ ისო 12 წელი და ერთი დღეა დაძოლება. არანაირი ტიპის ფილტრაცია არაა გავიდა, აი კასრიდან რაც გადმოვიდა ერთადერთი არლა დაუფინეს შეიძლება ითქვას, ეს კასრის ნამკროვები არ ჩამოყოლოდა ბოთლში. რა თქმა უნდა, შეუღებავი, ნატურალური ფერი და მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მაგარი გრადუსი იყო, უნდა ჩვენ და 4 არის საკმაოდ რბილი, არომატული და კრაფტ ვისკი, ბიო კრაფტ ვისკი. დააგემოვნეთ და თქვენ გითხარით, ზნოთ ამაში რამე სიმძიმეს ან რა არომატებს დაიჭერთ. მე პირადად დაგემოვნებული მაქვს და მე არა მაქვს აგემოვნებული. ამ ვისკის გამოც მოვედი აქ ერთ-ერთი მიზეზი ეს იყო. ეს არის ჩვენი სიამაყე. ნამდვილად. გაუმარჯოს. ჩვენს მომხმარებლებს, ჩვენს გამოვწერებს, ყველას გაუმარჯოს. საოცარი არომატები. აგაო. 24. ალბათ გზნობ რომ არის 24. კი, შეუძლებელი. დიდი მადლობა ესეთი გემრიელი დეგუსტაციისთვის და მოუწოდებთ ხალხს რომ ესწრონ აუცილებლად დისტილერიის მაღაზიას. დიდი მადლობა რომ ამ ხარისხს სთავაზობთ ჩვენს ქვეყანას, რაც ჭირდება ნამდვილად და ჩვენი მხრივ თუ პატარა წულს შევიტანთ რომ აი ამ მიმართულებით ცნობადობა ავამაღლოთ, ბედნიერები ვიქნებით. დისტილერიას შორის დისტილერიაც დაიწყო YouTube არხიდან. მართლა? ალბათ დისტილერი არსებობს YouTube არხი, გამოვიწერეთ აუცილებლად. აი რა ლამაზი დახლია. ეს ჯინი არის მაგალითად. ეს მანქანიზეთი, ხო? ძალიან მაგარია. ეკილენო, ეკილა ისეთ მესკალი. ყველაფერი საერთოდ რაც კი არსებობს, მაგრამ გვაქვს რამდენიმე ვისკიც გვაქვს, იაპონური ბრენდები გვაქვს რამდენიმე ბრენდი, რომელიც მარტო ჩვენ ჩამოგვაქვს საქართველოში. ეგეთი არის ნუკანო, მესკალი საერთოდ თუ გვაქვს გასინჯული, ტეკილა, ტეკილას მსგავსი. თუ გამასინჯოთ. სასმელი არის აუცილებლად.
არის El Tequileno, ტეკილის ბრენდი არის მექსიკური და პირდაპირ მექსიკაში მზადდება და შემდეგ და მე ძალიან მიყვარს ტეკილა და ბევრი გამისინჯებს და ეს მართლა ობიექტურად ყველას გემრიელია. იამაზაკი თქვენი იმპორტი არის? იამაზაკი ჩვენი ექსკლუზიური ბრენდი არ არის, მაგრამ ნუ ჩვენ ჩემო გვაქვს რა. კი. და ასევე არის გული გადის კუჭზე. იაპონური ჯინი იუ. რა ქვია არ მახ უკიო. ხო, სულ თავიდან თქვი? უკიო. იაპონური ჯინი უკიო. გააჩვენე? უკიო რა საქმეა? უკიო ხო, რომელიც არის რამდენიმე გემოცი. თქვენითაც ხო არ გადავიღოთ? კი, უნდა გადაგაგებინოთ. რამდენიმე გემოცი, იუზურო, თუ აგიათ იუზუ ხილი. იუზუ ხილი, ციტრუსოვანი ხილი არის და გემოცი ხო. თბილისში სად შეგვიძლია რომ მივაგნოთ თქვენს მაღაზიას? თბილისში Unicorn G არის ჩვენი საიტი, სადაც შეგიძლიათ რომ იყიდოთ სასმელი და ასევე ნორვეგიული ორაგული და სხვა რაღაცეები, ძალიან ბევრი საინტერესო რამე. და ეგეთი ძალიან საინტერესო ბრენდი გვაქვს Engine, აი იქ შეგიძლიათ შეხედოთ. რომელიც არის იტალიური ჯინი და არის ბენზინის შეფუთვაში. ეს მე იმენა ბენზინი მეგონა. არა, ეგ არის ჯინი. არა, რა თქმა უნდა ვხურობ. უწყებისა და კიდე. ხო, ნუ ჯერ ის დაგვავიწყდა, რომ დღეს აქ ვისკის გარდა ბევრი სხვა რაღაცის სერვისი არსებობს. აგერ ხამანწყების კი გვაქვს. ხო, კიდე მუკბანგი გავაკეთებ. მე მინდა ჰიბიკი და იამაზაკი. ეხა იქნება ხამანწყების დეგუსტაცია და მომზადების პროცესსაც შემოგთავაზებთ. ძალიან საინტერესოა. შემოგვიერთით, დაგველოდეთ. ეს არის, იცი რა არის? გრადუსია ძალიან მაღალი, თორე ჭიქა ბევრი არ დამილენია. ბეკო, შენი მე რამდენი ჭიქა? მე ვარ ბეკო და ეს არის ჩემი მე-4 ან მე-5 ჭიქა ჯერჯერობით. ეს მიკროფონი მე გამართული მე. გამართულია? არა, ჩართულია, მაგრამ ვაფშე არ მახსოვს. მოკლედ, მარიკო, ეხა მე შენ და ბეკომ ტრიოში უნდა ვიმღეროთ რამე სიმღერა. უცბად. აბა ისე ღამდება. მიფსარკლევდა ყულფის სუნება ასე ძალიან რომ არ მიყვარდე მოდი სამართლი თავისუფლება და დამიბრუნე სულის სიმშვიდე. ნაურჩიოთ ეგ მოგვიყევი. არავინ არ იღებს თუ იღებს. და მენიუში მოკლედ. კამერის garaში აღარ საუბრობს. არა, მიკროფონი მომეწოდა და მე მაინტერესებდა. კი ბატონო, დიდი ბოდიში რომ დავიბადეთ. მენიუში გვაქვს ხამეცკები, სხვა გარნირი, შეგიძლია ლაიმი მოასხა, შეგვიძლია ასევე ხახვი და ძმარი, არის ერთი გარნირი და კიდევ არის პროსეკოთი, რომელიც გირჩევნიათ, მე გირჩევდით ხახვს და ძმარს აგებია. ხახვი და ძმარს გვირჩევ შენ? Yes. ჩემ მიკროფონს წითელი აინდა. ჩემსაც არანთებია. ჩემსაც არანთებია წითელი. კარგი, მოდი ახლა ქალბატონი მარკეტინგის რჩევას ვითვალისწინებთ და ხამანწყები რითი გითხარი ძმრით და მე გირჩევთ ძმარი და ხახვი. ძმარი და ხახვით. მაგრამ მე რომ დაცლით ერთი პროსეკოს დაასხმევინეთ და იქიდან დალიეთ. აჰა, განსხვავებული ესე. ვაფშე ვისკი რო ჩავასხათ, ეგენი წავიღოთ შეჩემი. ნიჟარები წავიღოთ და ვისკი დავლიოთ მაგით. კაკრას აი დოზა არის ეგ რაც მაგაში ჩაეტევა, მეც არც ისე არ გვიცხამე. ის კოვზის. ის კოვზი. აუ, ეგა. პირველად სინჯავ აღნიშნულ უგემრიელეს საჭმელს და მაინტერესებს რა იქნება. მაინტერესებს კამბაჩოს ფასი მაინტერესებს რა არის. კი. ოღონდ აი არ გამისინჯავს არასდროს. ეჭვი მაქვს რომ ძალიან გემრიელია. საშუალო სიმსუბუქის, უფრო მსუბუქისკენ რას გვირჩევთ? თან ამას აქვს თავის გამოყენის სპეციალური მეთოდები რა, რომელსაც Find a Clark არის. ფერმები არის. ამ ფერმიდან გადამოყვერე მარილიან წყალში, სადაც 19 ხამანწყების ფერმებია? დიახ, საფრანგეთში, ანუ რამოდენიმე რეგიონი არის, რამოდენიმე რა საფრანგეთის ბევრი რეგიონი არის. სადაც ანუ მოყავს, მაგრამ ერთ-ერთი რეგიონი არის, ანუ ბრეტენის ეს, სადაც Find a Clark ქვია, როცა 18 თუ 19 დღიდან 26-28 დღემდე იმ მარილიან წყალში აძველებენ მერე რა, რომელიც იძენს არ მე თავის მლაშე გემოს, იოდის გემოს იძენს და ბევრად არომატული ხდება. ზომებით ესენი ზომებით შედარებით პატარა არის, მაგრამ აი სარესტორნოც აი რო დაასერვირო კერძე იდეალური ზომა არის რა. და სავალი აქვს ზღვის გემო.
საწყის პოზიციის უბრუნდება. ეხლა ჩვენ ვაწამებთ, ხო? დაუშვათ. არა. სიამოვნებას განიცდის რომ ჭამენ. ძალიან. ხამაწყება ბოდიშით. თქვენთან ბოდიშით, მაგრამ რა ვიცი, ეგეთია ბუნება. ოპა. ისტორიული მომენტი. ვისკისთვის გემრიელია. ეს ჩვენთან ერთად არის გენიალური ადამიანი ამ ივენტის ორგანიზატორი. არა, ამოჩეთ რაღაცა. გუჯა ქარუმიძე. გუჯა. თბილისის ფესტივალის ერთ-ერთი სულის შამქმელი დამაარსებელი და მეფეკაც. შენ უნდა გითხრა პირველ რიგში ესე ორიგინალურად რატო გამოიყურება? ორიგინალურად რა გითხრათ? კილტი ვიცით რაც არის. ეს არის სპორანი. ანუ ეგრეთ წოდებული ძველი შოტლანდიელებში აი ჩანთასავით რაღაცას ვიცით. ეს ავსტრიაში რო ვისკის ფესტივალს ვაკეთებ, ჩვენი ლოგოა. კი ბატონო. აქეთ თბილისის ვისკის ფესტივალის ლოგოა. კი ბატონო. ეს არის ჩვენი ლოგო, მე და ვალერის შექმნილი. ეს არის ჩვენი რაინდების კლუბის არის. აჰა. ეს არის ჩემი ავსტრიული ოჯახის, კლანის რა ქვია იმას? ლოგო რა, თუ როგორ ითქმება? გერბი? ბროშკა თუ რა ქვია, აი. ანუ სიმბოლო. ეს კი იცით რაც არის და. განაჩენი მეც იგივენაირად მაქცია როგორც თქვენ რა. იგი გუჯა არის ადამიანი, რომელსაც ენერგია აქვს ყოველთვის 100-ზე. შანსი არ არის რომ გამოილოს. ეხლა ძლივს დავიჭირეთ. მიდიოდა, ვერ გავაჩერეთ. ისე მიდიოდა რომ ვერ გავაჩერეთ. ვისკის ფესტივალზე ექსტრემალურ სიტუაციაში მზავრობს, როგორც მე მახსოვს. კი. შენ მოგვითხარი, აქ როგორ ჩამოხვედი საქართველოში ამ ფესტივალისთვის კონკრეტულად. მე ვიცი რომ არასტანდარტულ ხერხებს მიმართა ჩამოსასვლელად. 3447 კილომეტრი გავიარე მანქანით 28 საათში, მაგრამ საჩხერიდან ბათუმში ჩამოსვლა დამჭირდა 7800 საათი. 7 საათი და რაღაც 40 წუთი რა. მოდი, ჩვენს ბიზნესს გავარ. 1 წუთი, მე ერთ რაღაცას ვიტყვი რა, ბიჭებო. მე თქვენ გაგიცანით, რაღაცა შეკრება გქონდა. კი, შატოში გქონდა. ეს ქართული ხელოვნება, ქართული მუსიკა, ეს ვისკი, სიგარა, აი ესე გავიცანით ჩვენ ერთმანეთი და გამიხარდა რო გიცნობთ რა. და მინდა რომ წარმატება გისურვოთ ბიჭებო, თქვენი საქმის პროფესიონალები ხართ, უდაოდ ამაზე ლაპარაკი არ არის, უბრალოდ მიამაყებით და იმის იქით რაღაცა პროექტივით გაქვს, თუ როგორ ქვია, არ ვიცი ქართულად წამოიწყეთ. აი გვერდზე მიგულეთ სულ, ოღონდ რამეში გამოგადგეთ, იმიტომ რომ მე მიყვარს ადამიანს რომ მიზანი აქვს და მისწრაფება აქვს და ამისთვის შრომობს. დიდი მადლობა. გაგიმარჯოთ ბიჭებო. და რავი, ერთობით ვიყოთ და სიმღერაც იქნება, ალკოჰოლიც იქნება, წინსვლაც იქნება და წარმატებაც იქნება რა. აგერ დაგლოცავთ ორივეს და აგერ ქალბატონს რო ტელეფონი უჭირავს და ვიდეოს იღებს, შენ გაგიმარჯო, ჩემო დაიგო. წინსვლა და წარმატება. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა. წარმატებები გისურვებთ ასევე. ერთსაც კითხავ და გაგეშვებით. პროექტთან დაკავშირებით რო გითხრა, აი განვითარება ვისკის ფესტივალის. განვითარებას გეტყვით. ჩვენ დავიწყეთ ესე, აი ხო იცი, ვისკის, ანუ ეს კულტურა რო ავწიოთ. ნელ-ნელა ჩავერთეთ ჩვენ, აი ქართულ დღეს ხო იხილეთ ახლა ქართული ფოლკლორი. თავიდანვე იყო ანსამბლი აფხაზეთი, მაგრამ დღეს ახლა შოტლანდიური საკრავის მაგათ ქართული ზუზუნა გქონდა, ზუზუნა ქვია, ხო? კი. და ეს რაც შეეხება კულტურულ მხარეს. კიდე იქნება სხვადასხვა ქვეყნის კულტურული ღონისძიებები ამ პროცესში ჩართული, შემდეგისთვის იგეგმება და ამას იქით ხო ეხა იზრდება ეს მოთხოვნილება მომხმარებლისგან, იმპორტიორებისგან, აი მონაწილეებს და ყველა მხრიდან. აი ეხლა მაისში 16-17 მაისს იქნება რაღაც გრანდიოზული. კი ბატონო. და რავი, გელოდებით ყველას. თქვენ იქ იქნებით. ჩვენ აუცილებლად იქ იქნებით.
მადლობა გამომწერებს და ლაიქეთ, გამოიწერეთ. კაი ბიჭები არიან. გილაკიც გააქტიურეთ. მეგობრებო, ტექნიკური ხარვეზის გამო გუშინ ვეღარ მოვასწარეთ ჩვენი ეპიზოდის დასრულება და 2-20 სიტყვით, იმიტომ რომ პატარა შეჯამება გავაკეთეთ. ხურასა დავამშვიდოთ ამავდროულად, იმიტომ რომ ცოტა სიმაღლის ეშინია. ამიტომ უცებ ვიტყვით. მოკლედ, ძალიან კარგი საღამო შედგა. გავსინჯეთ საკმაოდ ბევრი ისეთი იშვიათი ნიმუში, რომელიც მარტივად არ მოიპოვება ჩვენთვის. და რა თქმა უნდა, თავარი ის არის, რომ ბევრი კარგი ადამიანი გავიცანით და ბევრი რაღაც სიახლე შევიტყვეთ. ეს ღონისძიება ტარდება იმისთვის, რომ დეგუსტაცია მოხდეს და არა იმისთვის, რომ ხალხმა ბევრი დალიოს. და ჩვენ როგორც მომღერლები, როგორც მომღერალ ისე არამომღერალ ხალხს ყველას გირჩევთ, რომ დალიოთ ზომიერად. მართალია ჩვენ ხშირ შემთხვევაში ვერ ვითვალისწინებთ ამ რჩევას თვითონაც კი, მაგრამ მაინც აუცილებლად უნდა ვთქვათ, ზომიერება და ხარისხი. ზომიერება და ხარისხი არის თავარი. აუცილებლად. ხოლო ვინც მღერით, მათ კიდევ ერთ რჩევას მოგცემთ, რომ გთხოვთ დალიოთ სიმღერამდე და არა, ხო. აუჩე. იქით უნდა გეთქვა და ჯერ მღერით და მე რომ არა, დალიეთ სიმღერამდე რა. თუ კი გერგებათ დალიეთ. ნუ რა თქმა უნდა, მისაღები და რეკომენდირებული არის, რომ თუ სვამთ დალიოთ სიმღერის შემდეგ, რადგან ხმის იოგებს აშრობს და ნუ მაქსიმუმ ფსიქოლოგიური ფაქტორი გადალახოთ დალევით. აქედან გამომდინარე, თვითონ სიმღერისთვის არ არის დალევა კარგი, პროფესიონალების დაგვეთანხმებიან ალბათ ამ ყველაფერში. ეს იყო ჩვენი ბათუმური ვოიაჟი ვისკის ფესტივალზე, რომელმაც მე მგონი ძალიან საინტერესოდ ჩაიარა. ძალიან კმაყოფილები ბრუნდებით თბილისში და დაგიბრუნდებით შემდეგი ვიდეოებით. ძალიან საინტერესო. გახსენებთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი, გააქტიუროთ არის ღილაკი და დაგვიწეროთ კომენტარები. მოდი, რამე სიმღერით დავამშვიდობოთ. კი ბატონო. აქ გულს ყოველთვის სიმღერა უნდა. აქ სიმღეროდ ვერ გაძლევს გული. ბათუმი რა ღირს მარტო და მისი ლურჯის ღა ნეტავამ მიწის პატრონს რა დაგვაბერეს რა გემშვიდობებით.